საზოგადოებას აქტიურად. აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ შემოგვიერთდა და კიდე ორი სტუმარი, გამარჯობა. გვანცა ჯობავა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე მწერალი გიორგი არაბული, ხო, თუ არ ვცდები, გამარჯობა. და ჩვენ საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან თარიღზე, ანუ შოთა რუსთაველის წელია გამოცხადებული, მაგრამ ჩვენ გვინდა ახლა გადავიდეთ უკვე თქვენს თემაზე. 24 თებერვალს საქართველოში პირველად აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. რას ნიშნავს ეს? ანუ ყველა უნდა გამოვიდეთ წიგნით და საჯაროდ ვიკითხოთ? Selfie მაინც უნდა გადავიდეთ წიგნის კითხვა. მოგესალმებით. 24 თებერვალი ნამდვილად არის წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 2010 წელს დაარსდა ლიტვოლდი არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს წელს პირველად შეუერთდება ჩვენი ასოციაციის ინიციატივით. ცხადია, ადამიანებს ნებისმიერი საშუალებით შეუძლიათ აღნიშნონ ეს დღე, თუმცა ჩვენ ასოციაცია ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ჩვენც შევიტანოთ წვლილი და მიმართულება მივცეთ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა აღინიშნოს. მთავარი ფოკუს ჯგუფი ამ დღეს არიან მოსწავლეები, არიან სტუდენტები, ვიზაც ყველაზე მეტად არის გათვლილი ეს დღე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მოვახდინოთ პირველ რიგში აი ამ საზოგადოებაში, ბავშვებში, მოსწავლეებში, სტუდენტებში და ამასთან დაკავშირებით გეგმავ ძალიან ბევრ ღონისძიებას. უშუალოდ 24-ში აი მაგალითად გიორგის ჩართულია და მეორე გიორგის ჩართულია. ეს არ იქნება მხოლოდ თბილისის მასშტაბით. თბილისში თუ საქართველოს ქალაქებში იქნება ქუთაისში მიდის გიორგი მაგალითად ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვდება სტუდენტებს, ასევე იგეგმება ახლა ბათუმში, დაგეგმილია უკვე ზუგდიდში, თელავში. თუმცა ეს არის ის, სადაც ჩვენ უშუალოდ გეგმავთ. მაგრამ ამას გარდა ჩვენ ყველას მოუწოდებთ სკოლებს, უკვე მივმართეთ სათითაოდ სკოლებსაც, უნივერსიტეტებსაც, რომ მათაც შეუძლიათ, რომ საკუთარი ინიციატივით, თუნდაც ადგილობრივი მწერლები მოიწვიონ, თუნდაც მათთვის საყვარელი წიგნები წაიკითხონ ამ დღეს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია რომ ყველა აღნიშნოს. თუმცა უფრო მეტად მასშტაბურად თბილისის სკოლები გვაქვს ათვისებული, გიორგი არაბული მაგალითად მიდის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა თბილისის მასშტაბით ამჟამად უკვე 20-ზე მეტი სკოლაა შეთანხმებული. განათლების სამინისტრო ამ პროცესში არა, ჩვენ მხარდაჭერი არის თბილისის მერია და კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ვინც უშუალოდ მხარს უჭერს ამ პროექტს. და აი ესეთი ღონისძიებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე ჩვენ გეგმავთ რომ დღის ბოლოს უკვე 7:30-ზე მწერალთა სახლში გვქონდეს შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც თავს მოიყრის ის ყველა იქნება ეს ორგანიზაცია, წიგნის კლუბი, ბიბლიოთეკა, არ ვიცი სხვა ტიპის ბიბლიოთეკებია, ყველა ვინც ჩართული იყო ამ დღის აღნიშვნაში, დღის განმავლობაში, ყველა თავს მოიყრის, ანუ მოყვებიან სად რა მოხდა, როგორ შეხვდნენ, როგორ აღნიშნეს ეს დღე და გარდა ამისა დაწესდება ასეთი ტრადიცია ჩვენი ასოციაციის ინიციატივით, რომ ამ დღეს ყოველწლიურად გამოვლინდება წლის წიგნის კომაგი. ეს იქნება ადამიანი, რომელიც მთელი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად იღვწოდა იმისთვის, რომ მოეხდინა წიგნის პოპულარიზაცია საქართველოში. როგორ უნდა გამოავლინოთ მე ეს ადამიანი, ანუ ვინ შეიძლება რომ იყოს? სხვადასხვა ტიპის ადამიანი, ძალიან ბევრი კრიტერიუმი არსებობს იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ იყო ყველაზე აქტიური წლის განმავლობაში, ჩვენ ამას მუდმივად ვადევნებთ თვალს. როგორ შეიძლება ხო რამოდენიმე კრიტერიუმი. იქნებ მე ძალიან დიდი კომაგი ვარ წიგნის, მაგრამ არ მგონია მე დამაჯერდო. იცით არის კომაგი. რა უნდა გავაკეთოთ? ბევრი წიგნი უნდა შევიძინოთ. არა, შეძენაზე ნამდვილად არ არის, პირიქით თქვენ უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოებას წაკითხოთ. აი, რასაც ახლა აკეთებთ, ალბათ ეს შედის. არა, მე ვიცი ვის ეკუთვნის ეს პრემია. ამ ნომინაციაში შედის. სავარაუდოდ, აი ახლა ეს რასაც აკეთებენ. ანუ გადაცემაში, ანუ ტელევიზიით პოპულარიზაცია. ესეც შედის ტელევიზიის პოპულარიზაცია. ვიცი, ვინ უწევს ყველაზე მაგარ პოპულარიზაციას წიგნს საქართველოში. ეს არის გოგა ჩანადირი. მე რომ მკითხო, ნამდვილად უერთგულესი კომაგია. თან ბევრი ყავს, ასე ვთქვათ, ფოლოვერი და შესაბამისად არც დათო ჩამორჩება ტურაშვილი. აი, იცი რა, დათო მაინც უფრო დაინტერესებული პირია, იმიტომ არის მწერალი. უფრო გარე ხალხი. ხო, ანუ დაინტერესებული პირია და გოგა აბსოლუტურად მიუკერძოებული, იმიტომ რომ ის არის ფოტოგრაფი და ყველგან შენ თუ გაქვს ნანახი, რამდენი ფოტო აქვს დადებული, ვინსად კითხულობს ან ლიტერატურული. ჩვენც დაგვყვება ხოლმე, მე რო სოფლებში ბიბლიოთეკებს ხსნი და ვაღდგენ, გოგა დაგვყვება და ძალიან ხშირად იღებს და ესე თავისი Facebook-ით აშუქებს ამ საკითხს.
გიორგის მინდა ვკითხო, გიორგი არაბული არის ახალგაზრდა მწერალი, თქვენ ამ ღონისძიებას ამ დღეს 24 თებერვალს, აი ამ საჯარო კითხვის დღეს გამოიყენებთ როგორც თქვენი შემოქმედების გაცნობას, ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის, მოსწავლეებისთვის, თუ უბრალოდ წიგნის პოპულარიზაციას ემსახურებით, ანუ როგორ ამ საქმეს ემსახურებით, ესე ვთქვათ. თვითონ ეს პროექტი, ალბათ ეს აქცია ერთგვარი ემსახურება წიგნის პოპულარიზაციას. მე ამ შემთხვევაში მაქვს ესეთი იდეა, მიმართულება, რომ ვკითხულობ თანამედროვე ქართულ პოეზიას პირველ გიმნაზიაში. აქ შეიძლება რა თქმა უნდა რამდენიმე ჩემი ლექსი წავიკითხო, მაგრამ უფრო აქცენტი მაქვს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. წავიკითხო ასევე პროზიდან ნაწყვეტებს და პოეზიას ავტორების, რომლებსაც ნაკლებად იცნობს დღეს საზოგადოება, მით უმეტეს მოსწავლეები და გავაცნო მათ, რომ დაინტერესდნენ, მოიძიონ ეს ავტორები და წაიკითხონ, იმიტომ რომ მგონია ჭირდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურას პოპულარიზაცია. და ეს თვითონ ეს პროექტი თუ კიდევ ვთქვი, აქცია საშუალებას გვაძლევს ავტორებს ამას. აი ეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. როგორც მე წავიკითხე ეს ინფორმაცია და ეს თქვენს Facebook გვერდზე 100 ქვეყანა მონაწილეობს, ანუ 24 თებერვალს 100 ქვეყანაში ჩატარდება ეს დღე და სადღაც 31 მილიონამდე იღებს მონაწილეობას, ხო? აი ესეთი საკმაოდ დიდი ციფრებია. დიახ. კი ბატონო, ნამდვილად დიდი ციფრია და ძალიან საინტერესოა ის, რომ მხოლოდ 2010-ია დაარსებული და ესე უცებ გადაედო მთელ მსოფლიოს. არ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ჩართულობა თუნდაც. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ჩვენ ოფიციალურად მათგან მოვიპოვეთ ამის უფლება, რომ მათი ქოლგვის ქვეშ ჩატარდეს ჩვენი ღონისძიება და თუნდაც ლოგო ჩვენი რაც არის ყველაფერი მათგან მომდინარეობს და მათ საფუძველზეა გაკეთებული. ჩვენ ამ ღონისძიების ჩატარების შემდეგ უკვე ვართ ანგარიშვალდებული, რომ გარკვეული ანგარიშები წარუდგინოთ, როგორც ჩატარდა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს, აძლევენ სრულ თავისუფლებას, რომ ისე დაგეგმონ ეს დღე, როგორც მათ წარმოუდგენიათ და მათ უნდათ. უბრალოდ ჩვენ შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ყველაფერს ფოტო მასალა იქნება, ვიდეო მასალა თუ ასე შემდეგ აუცილებლად მივაწვით. ჩვენ მოვიფიქრეთ ერთი ესეთი ძალიან პოპულარული მეთოდი, ეს არის ვიდეო მიმართვები, რომელსაც ახლა ვწერთ, წერენ მწერლები. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა რადგანაც წელს პირველად ტარდება და ნაკლებმა ადამიანმა იცოდა ამ დღის შესახებ, აი ეს მეთოდი გამოვიყენეთ. ვიდეოში ყველა ამბობს, რომ ეს არის 24 თებერვალი წიგნის კითხვის დღე და უერთდებიან თავიანთი ან მათ მიერ დაწერილი, ან მათთვის საყვარელი ტექსტით. ძირითადად არიან მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც, მწერლები, მაგრამ მე პირადად ძალიან მინდა, რომ უფრო ისეთი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მეტად ჩაერთნონ ამ აქციაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საქმე და ამიტომ მათაც კარგი იქნება, რომ მისცენ მაგალითი საზოგადოებას იმის, რომ წიგნის კითხვა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. და უკვე დრო იწურება ჩვენი სამწუხაროდ და ბოლო კითხვა მაქვს ძალიან მოკლე. ხო არ არის გათვალისწინებული რაიმე აი ესეთი ძალიან პოპულარული აქცია, როდესაც სპეციალურად რაღაცა დღისთვის აწესებენ სპეციალურ ფასდაკლებებს თუნდაც წიგნებზე, ხო? და ჩვენ ვიცით ამხელა რიგები დგება, როდესაც მთელი ღამე იყიდება რაღაცა წიგნი, რომელიც დღეს 20 ლარი და უცებ და 5 ლარად გაიყიდება, ხო? ეს მსგავსი აქციები ხო არ იგეგმება ამ დღისთვის 24 თებერვალს? რაღაც ერთი სტიმული გვექნება, ხო ჩვენ? გამოვიდეთ ჩვენ ხალხსაც ვაკეთებთ ხოლმე ფესტივალებს, თუნდაც წიგნის დღეს, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება, ეს ძირითადად არის ხოლმე ფასდაკლებების და წიგნის გაყიდვაზე და როდესაც ჩვენ გადავწყვეტეთ ამ ღონისძიების ჩატარება, მაშინ რაღაცნაირად უფრო პრიორიტეტული იყო, რომ ამ შემთხვევაში გაყიდვებზე ნაკლებად გვეფიქრა, რამდენადაც უფრო მეტად თანამედროვე ქართველი მწერლების პოპულარიზაციაზე, იმიტომ რომ სკოლებში, უნივერსიტეტებში ნაკლებად იცნობენ. ეხლა უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ მაინც ჭირდება ამ მწერლებს, ვინც დღეს წერს, რომ მათ ჩვენ არ დავმთავრებულ ვართ ილია ჭავჭავაძეთი რა და იმის შემდეგაც დღეს ძალიან ბევრი და კარგი რამ იქნება. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის უპირველესად ეს, რომ ქართველი ავტორები მივიდნენ მოსწავლეებამდე, სკოლებამდე და უმცროს თაობამდე. ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მაშინ ასე 24 თებერვალს ყველანი წიგნით ხელში გამოვდივართ. მე ახლა გიორგის მივცემა. არ იქნება თუ არა მარტო 24 თებერვალს წავიკითხავ. ხო, ეს არის უკვე ჩემი წიგნი და შესაბამისად მინდა რომ მომიწეროს ხელი გიორგის გადავცემ. თქვენ წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ კი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაგიბრუნდებით აი ესეთი საინტერესო თემით. დაალაგეს სახლის სიამოვნება.